მე ვარ თამარა ანთია, მათე ბახტაძის დედა, ვარ 47 წლის, პროფესიით ვარ ექიმი, ნეირორადიოლოგი, მყავს 2 შვილი, მათი არის უმცროსი, 8 წლის. მათ იყო დაახლოებით წელიწად ნახევრის, როდესაც ახაც დედა ჩემს უფრო თქვათ არ მოსწონდა მისი ქცევა. მე როგორც ექიმს ალბათ უფრო ვეკუთვნოდა რომ ეს პრობლემა ესე ადრე შემემჩნია. ალბათ არ ვართ კრიტიკულები მშობლები და ვფიქრობთ რომ ჩვენ შვილს პრობლემა არ აქვს. მახსოვს გავაპროტესტე, რამოდენიმე თვე ვაპროტესტებ და ვთვლიდი რომ არანაირი პრობლემა არ აქვს ბავშვს და ეს ჩვეულებრივი მისი ასაკისთვის ნორმაა. დაახლოებით 2 წლის და 2 თვის იყო, როდესაც მივიყვანე ნეიროგამვითარების ცენტრში. გითხრეს, რომ ეს არის მსუბუქი სპექტრი, ანუ აშლილობა. ეზოში თუ გავიყვანდით, ცდილობდა, რომ თავისთვის ყოფილიყო, არ უნდა და მის თანატოლებთან თამაში. ერთი და იგივე სათამაშო შეზღუდული ინტერესები ჰქონდა, აი თამაში. უფრო აინტერესებდა ასოები, ციფრები. ძილის წინ ერთი პერიოდი შეეძლო გადაბმულად ეტირა 1 საათი. ზუსტად ვიცოდი, რომ ის წერტილი რა წერტილამდე დღეს მოვედით, მოვიდოდით, მაგრამ მეც მქონდა ეს მომენტები, რომ რაღაცა აი ჩემთვის გავიფიქრებდი, რომ აი რაღაცა ალბათ არ გამოვა და ალბათ სადღაც გავჩერდებით, მაგრამ ძალიან მალე ამ მას რაღაცა პრობლემს რო ყუბელი გადავა ესა ძალიან მალე გავდევნივდი ამ ფიქრს ტვინიდან და ვაგრძელებდით წრეებზე, აქტივობებზე, აქტიურად სიარულს, აი მათე გადასარევად ცურავს, კარგად მღერის თერაპიები გვაქვს ჩვენ ქცევითი, მეტყველება, ხელოვნება როგორც გითხარით და იქ აქვს ჭადრაკის კლუბი, რომელიც ძალიან მოსწონს, ხატვა. მინდოდა რომ ყოფილიყო სპორტული აქტივობა და აუცილებლად მინდოდა გუნდური რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ გუნდური ნიშნავს მათესთვის მეტ ადამიანთან კომუნიკაციას, ემოციების გაცვლას, ძალიან ჩაერთოთ დღემდე, ძალიან უხარია. ჩემთვის არ არის თავარი რომ ის კალათბურთელი გამოვიდეს. ჩემთვის თავარია მას კონდეს სურვილი რომ ანუ გაცვალოს ემოცია და კონდეს კომუნიკაცია. ერთი რაც მე გავარკვი ამოვიკითხე ეს იყო ცხენებთან კომუნიკაცია, ეს იყო რაი თერაპია. იმ მომენტებში უბედნიერესია ხოლმე, როდესაც ეფერება, იხუტება ცხენებს. მე ძალიან მიყვარს ცხენები. მე აქ ხშირად მოვდივარ და ვჯირითობ. ყველაზე ძალიან მომწონს ლუი. ძალიან საყვარელია ლუი. ცხენს აქვს ძალიან სასწაული ფიზიოლოგია. ანუ ცხენის ნაბიჯი არის ზუსტად იგივე, რაც ჩვენი ადამიანის ნაბიჯი. ცხენის გულისცემა არის ჩვენი გულისცემისნაირი. ამიტომ როცა შენ ზიხარ ცხენზე და ჯირითობ, ეს არის ერთი თლიანი კონგლომერატი, ანუ შენი გაგრძელება არის და ამითი პაციენტი წყნარდება. ამავე დროს ეს ვიბრაცია, ეს ტალღები მოქმედებს ლიმბურ სისტემაზე და ლიმბური სისტემა და ჰიპოკამპი არის ის ნაწილი ჩვენი ტვინის, რომელიც პასუხისმგებელია კომუნიკაციაზე, ურთიერთობებზე, გრძნობებზე. გამოიყოფა სეროტონინი, გამოიყოფა ადრენალინი, დოფამინი და პაციენტი არის კმაყოფილი, ხიარული, უფრო კომუნიკაბილური ჩვენთან და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ აუტისტურ სპექტრ ბავშვებთან უფრო სერიოზულად ვიმუშაოთ. მათი არის აი ძალიან სუფთა, თბილი, უბრალოდ რომ ჩაგეხუტება და რაღაცა სითბოს გადმოგცემს, გინდა რომ მთები გადალახო. რაღაცნაირი მამაკაცური, რაღაცნაირი ბიჭი იზრდება, რომ მიამაყება რომ ჩემი შვილია. ზუსტად ვიცი რომ მათე ამ პრობლემას თავის ძლიერ მხარეთ აქცევს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ასეთ ტიპის ბავშვებს სხვა რაღაცები აქვს ძალიან განვითარებული. მათე 2 წლის ასაკიდან ასოები იცოდა, ციფრები იცოდა, მათე მიცის რა ვიცი მსოფლიოს ყველა ქვეყნის დროშა, კონტინენტები, პლანეტები. ზუსტად ვიცი რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მისი თვისებები მას დიდ პიროვნებად და დიდ ადამიანად აქცევს და მე როგორც ეხლა ვამაყობ და ყოველთვის ვამაყობდი, ძალიან ვიამაყებ მისი მიღწევებით.